საჯარო გამოსვლებზე არსებული შეზღუდვები ძალიან ხშირად გამოხატავს ხოლმე ამ დამღას, დამღა რომელიც არის შეზღუდვა ლიდერობაზე და დამღა რომელსაც ქვია ვერცხლის მედალოსანი. სალამი მეგობრებო, მაშ ასე ვაგრძელებთ ჩვენი დამღების ვიდეოების ციკლს. შეგახსენებთ, ეს არის ვიდეოების ციკლი ოჯახური დამღების შესახებ, რომელიც არის ნეგატიური პროგრამირება ჩვენი წარმომავლობის ოჯახიდან. თუმცა მე არაერთხელ მithქვამს, რომ ნეგატიური პროგრამირება შეიძლება ჰქონდეს დადებითი ასპექტებიც, თუმცა ზოგადად ეს მაინც ითვლება შემზღუდავ რწმენა წარმოდგენებად, რომლებშიც ფორმირდება ადამიანი ბავშვობაში და შემდეგ ინარჩუნებს ამ ადაპტურ ქცევებს ზრდასრულობაში, თუმცა ზრდასრულობაში მას ეს უკვე აღარ სჭირდება. მაშ ასე გადავიდეთ მე-7 დამღაზე, რომელსაც ქვია ვერცხლის მედალოსანი. მე-6 დამღა იყო წარმატება თავსატკივარია და მე-6 და მე-7 დამღა გვანან ერთმანეთს, თუმცა აქ არის ერთი პრინციპული განსხვავება. წარმატება თავსატკივარია, ეს არის შეზღუდვა ზოგადად წარმატებაზე, ხოლო ვერცხლის მედალოსანი ეს არის შეზღუდვა პირველობაზე და ლიდერობაზე. არსებობს ესეთი ცნება ფსიქოლოგიაში და არა მარტო ფსიქოლოგიაში second best-ი, ანუ მეორე საუკეთესოს ფენომენი, ხო, ესეთი შეზღუდვა რაღაცა ტიპის, როდესაც ადამიანი აღწევს წარმატებას, მაგრამ პრობლემა პირველობაზე აქვს, აი პრობლემა ლიდერობაზე აქვს. ხოლო მეორე შეიძლება იყოს ძალიან კარგი, არ ვიცი, ვიცე-პრეზიდენტი რაღაცა ორგანიზაციის, საუკეთესო მეორე ყოველთვის ვერცხლის მედალს ჯერდებოდეს და ოქროს მედალზე ქონდეს გარკვეული შეზღუდვა, ხო, იმიტომაც ქვია ამ დამღას ვერცხლის მედალოსანი. ზოგადად ეს დამღა ძალიან ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ან წამყვანი არქეტიპი ყავთ მეომარი, ქალებში ამორძალი, ან ეს განვითარებული აქვს და რაც არ იყოს ეს შეზღუდვა აქედან მოდის. იმიტომ რომ ზუსტად მეომრების წყევასაც კი ეძახიან ამ მეორე საუკეთესოების დამღას. ზოგადად ითქმის ესე, რომ თვითონ მითოლოგიურადაც და არქეტიპულადაც არის ესეთი ნარატივი, რომ ზევსის, ანუ უმაღლესი, ოლიმპოს უმაღლესი მმართველის უპირველესი შთამომავალი და მის საქმის გამგრძელებელი არის მეომარი, ანუ აპოლონი და ეს რაღაცნაირად თითქოს გაცხადებული არის, ყველაზე მეტად მას ზევს გავს აპოლონი, თუმცა აპოლონი იმდენად შორს არის ზევსისგან, რამდენადაც ნებისმიერი სხვა არქეტიპი, იმიტომ რომ მას აი ამ ტიპის შეზღუდვა აქვს ზუსტად პირველობაზე, ანუ მას ერთის მხრივ მხოლოდ ზევსობა უნდა, მხოლოდ პირველობა უნდა, ხოლო მეორეს მხრივ ამაზე ძალიან დიდი შეზღუდვა აქვს. ძირითადად აქ შეზღუდვა გვაქვს მაინც ემოციური ინტელექტზე, მაინც კრეატიულობაზე, მაინც იმაზე, რაც მაგალითად პირველ კვადრატში ესე კარგად არის წარმოდგენილი, ეს არის აზროვნება, აი ჩარჩოების მიღმა, ხო, thinking out of the box, როგორც არის ნათქვამი ეს ხშირად ტექსტბუქებში, ხო, თვითონ ლიტერატურაში. გადავიდეთ მიზეზებზე, როდესაც ვითარდება ეს დამღა ვერცხლის მედალოსანი. ერთ-ერთი განვითარების გარემოება და მიზეზი არის ის, როდესაც აი თქვათ ესეთი რაღაცა ნარატივი არის ხშირად ოჯახში, მაგრამ ნუერები უფროსების საუბარში და აი თითქოს ბავშვებისთვის იზოლირებული გარემო არის. აი მაგალითისათვის, არ ვიცი, არის რაღაცა დაბადების დღე და ცალკე არის გაშლილი დიდების სუფრა, ცალკე არის გაშლილი ბავშვების სუფრა. აი როდესაც რაღაცა ხაზგასმითი იზოლაცია არის პირველებსა და მეორეებს შორის. და რომ ესეთი თქვათ როგორც ნორმა არის უკვე ოჯახში ჩამოყალიბებული და ბავშვებსაც ვითარდება ამ გარემოებაში უკვე მეორადობის, ანუ მეორე ადგილზე ყოფნის, აი რაღაცა პატარის ადგილი უკავია და თითქოს ის ადგილი, რომელიც დიდების არის, მისი არ არის, თქვათ ესეთი რაღაც ასევე, აი ხშირად აი ეს რაც წეღავთ, რომ ნუერები უფროსების საუბარში, ანუ უფროსები რაღაც ცალკე კასტაა, ბავშვები ცალკე კასტა არის. აი ესეთი, ну რაც ახლა მაგალითად საბჭოთა კავშირში ძალიან მიღებული აღმზრდელობითი მეთოდი იყო და კარგად მახსოვს მეც რომ ჩემ ოჯახში იყო ესეთი რაღაცა, როცა მშობლები თან იყვნენ სტუმრები, არ იყო მიღებული იქ, რომ ბავშვები ფეხებში არ უნდა ედებოდნენ მშობლებს, ხო? მეორე ეს არის აღმზრდელები ან სკოლა ბლოკავენ ბავშვის პირველობას, ლიდერობას, ინდივიდუალიზმს, გამორჩეულობას, სითამამეს, კრეატიულობას. მე
ჩემ ასაკში და ჩემ პერიოდში, ჩემ თაობაში ეს ძალიან მიღებული იყო და რამდენადაც მე ვიცი, დღესაც არ მეგულება მე სკოლა, სადაც ბავშვის გამორჩეულობა, კრეატიულობა და ის, რომ ის რაღაცა ჩარჩოში არზის, არის მისაღები ტოტალურად ყველასთვის სკოლაში, ხო? არის ხა სკოლები, რომლებიც იჩემებენ ხოლმე ასეთი რაღაცა ლიდერების აღმზრდელობას, მაგრამ როგორც წესი, საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, საკმაოდ ისე ბლოკავენ ბავშვის გამორჩეულ ქცევას და ხშირად ამას უკვე რთულ ქცევას ეძახიან ხოლმე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს დამღა შეიძლება განვითარდეს როგორც ოჯახში, ისე სხვა აღმზრდელობით გარემოში, მაგალითად სკოლაში, მაგალითად ბაღში და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა ხდება? როდესაც ბავშვი იყო ლიდერი, ანუ გამორჩეულობა ეს თავისთავად ლიდერობა უბრალოდ თავისთავად გულისხმობს რაღაცა ტიპის გამორჩეულ თვისებებს და როდესაც ეს ბავშვი იწყებს თავიდან ამ გამორჩეულ თვისებებთან იდენტიფიცირებას და მის გამოვლინებას, იმ თავითვე ხდება ამისი დაბლოკვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეთ, რომ ყველა არ არის ერთნაირი, რომ არსებობს ქცევის განსხვავებული მოდელები და თუ არ არის რაღაცა ვთქვათ უკვე ესეთი ზედმეტად გამოხატული რაღაცა ტიპის ვთქვათ აგრესია, რაღაცა ნეგატიური ქცევები, უნდა პირიქით ბავშვის გამორჩეული ქცევა იყოს სტიმულირებული და არ არის საჭირო ყველასე ერთ ყალიბში ჩამოსხმა და მანდ გაჩერება. ბუნებრივია ეს გვესმის. ხშირად თეორიულად გვესმის, მაგრამ პრაქტიკულად გვიჭირს ხოლმე მშობლებსაც ამის გაკეთება. ასევე ესეთი ტიპის ნარატივი, როგორც არის ჯერ გაიზარდე და მერე მელაპარაკე. აი ხო გახდი ჩემხელა და მერე მელაპარაკე. და ან მაგალითად აქ ჯერ მე ვარ და მერე შენ. შენთვის აზრი არავის უკითხავს. აი ასეთი ტიპის ფრაზები და ესეთი ტიპის სტანდარტები ოჯახში. ეხლა რა არის ცით მაგალითად სისტემური განლაგება ამბობს რომ იერარქია ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს დაცული და ეს ასეც არის. ანუ შენზე ადრე დაბადებული, შენზე უპირატესი არსებობს ესეთი სისტემის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი. და პრინციპი, რომელსაც ქვია იერარქია. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვის აზრი გამოთქმა უნდა იყოს შეზღუდული და აი პირდაპირ შეზღუდული რა დონეზე. იცით, რომ ანუ ჯერ ჩემი მოსაზრება უნდა იყოს და შენთვის სიტყვა არავის არ მოუცი, აი პირდაპირ არის უარყოფა და რაღაცნაირად ნიველირება ბავშვის მოსაზრების. ეს ახლა არ უნდა იყოს ამ დონეზე გამოხატული, ბუნებრივია, ხო? ახლა იერარქიის დაცვა არ ნიშნავს ვიღაცის უფლებების შეზღუდვას. თუნდაც ვთქვათ ოჯახის მცირეწლოვანი შვილის. ამიტომ ასეთი ტიპის ნარატივიც, ასეთი ტიპის ფასეულობები ძალიან ავითარებს იმას, რომ არის რაღაცა კიდევ ერთხელ იმეორებ კასტა უფროსების, კასტა პირველების, კასტა ლიდერების და მე მათ არ განვეკუთვნები. აი დაახლოებით ამ ტიპის შემზღუდავი რწმენა უყალიბდება ხოლმე ბავშვს და ბუნებრივია მე ზრდასრულობაში აი ზუსტად პირველობასთან და ლიდერობასთან გვაქვს უკვე პრობლემა. ასევე, ну რა თქმა უნდა, მეორე ხარისხოვანობის განცდა, რომელიც არის ვთქვათ ემიგრანტების, იძულებით გადაადგილებული პირების, ან რაღაცა ტიპის მოწყვლადი ჯგუფებისათვის დამახასიათებელი. ბუნებრივია პირველობაზე შეზღუდვა ძალიან ახასიათებს აი მოწყვლად ჯგუფებს, იმიტომ რომ საზოგადოებაში ვთქვათ ემიგრანტი გვინდა არ გვინდა ითვლება მეორად ჯგუფად, ანუ თითქოს რაღაცა უფლებები, თუნდაც არაცნობიერ დონეზე მათ არ აქვს. ხო, ძალიან საინტერესო ერთი სტატისტიკა იყო, წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში. იყო საუბარი იმაზე, რომ რომელიღაცა სასწავლებელი იყო ამერიკაში ძალიან ელიტარული, რო არ შევცდე ხა არ ვიტყვი რა იყო, უბრალოდ აღარ მახსოვს. და იყო ესეთი სტატისტიკა, რომ დაახლოებით 30% აფროამერიკელები აბარებდნენ ამ სასწავლებელში და შესაბამისად 70% ვთქვათ კავკასიური რასა, ხო, ეგრეთ წოდებული თეთრკანიანები. და იყო დაახლოებით ესეთი 80-ზე 70-30 იყო მხოლოდ ერთი წელი ამ სასწავლებლის ისტორიაში, როდესაც 50-50-ზე ჩააბარეს აფროამერიკელებმა და კავკასიურმა რასამ, ასე ვთქვათ, ну რასობრივად კი ვამბობ, მაგრამ ასე იყო და ეს იყო წელი, როდესაც ობამა გახდა პრეზიდენტი, როდესაც ამ ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ ამერიკის მოქალაქეები და ძალიან ძირძველი მოქალაქეები, მიუხედავად აი ამ თავისი რასობრივი შეზღუდვებისა, გადაძლიეს ის, რომ მეორე ხარისხოვანები არიან, დაიჯერეს როლური მოდელით და ზუსტად იყო პარიტეტული კვოტა, რომ 50-50-ზე მოხვდნენ ამ სასწავლებელს. ძალიან საინტერესო სტატისტიკა იყო ჩემი აზრით და ზუსტად მიუთითებს ამაზე, რამდენად ბლოკავს ლიდერობას და აი ეს სტერეოტიპული აზროვნება ძალიან არ მუშაობს ამ დროს ხოლმე და არა მარტო ლიდერობას ბლოკავს, ბარი ბევრ ამასაც კიდევ. კარგით, გადავიდეთ გამოვლინებებზე.
ძირითადი გამოვნება ბუნებრივია, რომ არის დაბლოკილი პირველობა, ლიდერობა და სტრატეგიული აზროვნება. ზოგადად პირველი პირის და ლიდერის და ეხა აქ მე გამოვყოფდი, ვთქვათ, მენეჯერის და ლიდერის ფუნქციებს ერთმანეთისგან. ეხა ჩვენ გვაქვს საკუთარ ბევრს მუშაობთ ორგანიზაციებში და ძალიან დიდი განსხვავებაა ეხლა მაგალითად მენეჯერის უცხო მოცემულობა არის და თუნდაც ტოპ მენეჯერი და ლიდერი უკვე პიროვნული თვისება არის აბსოლუტურად სხვა მონაცემი არის და არქეტიპულად ეს ძალიან არის განსხვავებული. ძალიან ხშირად ზუსტად კარგი მენეჯერი არის მეომარი, კარგი ლიდერი როგორც წესი ეს უკვე ზევსის არქეტიპია ხოლმე და არა მარტო ზევსი, ტრიქსტერიც ურავია ხოლმე ხშირად. და ტრიქსტერი ზუსტად ურავია აი ამ არასტანდარტული აზროვნების გამო, გარკვეული რისკებზე წასვლა, ასევე მაღალი ემოციური ინტელექტი, მაღალი ბონდინგი თანამშრომლებთან და კოლექტივთან დაკავშირება და განცალკევების ესეთი წრებრუნვა, სადაც არ არის შეზღუდვები და ტრავმები და გაჭედვები. და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ პირველ ვიდეოებში, რომელიც დაკავშირების ციკლს ეხებოდა. ამიტომ არის ზუსტად ეს სტრატეგიული აზროვნება დაკავშირება ადამიანებთან ყველაფერი შეზღუდული, რაც ლიდერისთვის არის დამახასიათებელი. ძალიან საინტერესო არის ზუსტად ეს, რომ ძალიან ხშირად ამ ადამიანებს ახასიათებს საჯარო გამოსვლების ან ფობია, შეიძლება არ იყოს ფობია, მაგრამ შეზღუდვა იყოს და აი არ იყოს ეს მათი ძლიერი მხარე. საჯარო გამოსვლები ეს არის ლიდერის ერთ-ერთი უნარ-თვისება, რომელიც მას ისედაც სჭირდება და აი ზუსტად თავის საუკეთესო გამოვლინებაში, როცა შეუძლია რომ წარდგეს აუდიტორიის წინაშე და უმრავლესობის წინაშე, ხო, აი როდესაც არ აქვს ეს შეზღუდა მე ერთი versus მრავალი და მე მაგდებს ეს ვთქვათ აი რაღაც არათანაბარ განცდაში უმრავლესობის წინაშე და თრგუნავს ეს უმრავლესობის წინაშე გამოსვლა, ხო, აქ ფობია არის უძველესი ესეთი ტომობრივი და რას თემობრივი შეზღუდვა, ხო? სწორედ როდესაც ადამიანს ეს არ აქვს, ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი ზუსტად ლიდერობის. შესაბამისად, საჯარო გამოსვლებზე არსებული შეზღუდვები ძალიან ხშირად გამოხატავს ხოლმე ამ დამღას, რომელიც არის შეზღუდვა ლიდერობაზე და დამღა, რომელსაც ქვია ვერცხლის მედალოსანი. ასევე ბუნებრივი არიან ძალიან კარგი შემსრულებლები და საუკეთესო მეორეები, როგორც ვთქვით, second best-ები, ხო? მოსთხოვ მათ გადაწყვეტილებების მიღებას, მოსთხოვ მათ აი ესეთ დიდი სურათის დანახვას, მაგრამ როგორც შემსრულებელი ძალიან კარგები არიან. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ხშირად ეს საკმაოდ მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვს შეზღუდვა ლიდერობაზე. აქვს აი ესეთი ტიპის ფიქრები მაგალითად, რომ აი არ მომცემენ საშუალებას, რომ ბოლომდე რეალიზებული ვიყო, აი მაგალითად წინ არ გამიშვებენ, სხვები მასზე წინ არ გამიშვებენ და აი ასევე შეიძლება იყოს ის, რომ არ უყვარდეთ საუბარი თავიანთ მიღწევებზე. აი ბევრნაირი გამოვლინება შეიძლება ქონდეს ამ დამყას. ძირითადი მაჩვენებელი ეს არის პირველობაზე შეზღუდვა და არა ზოგადად წარმატებაზე შეზღუდვა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ხშირად საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან, მაგრამ უკვე როდესაც საქმეზე მიდგება და მას თავაზობენ პირველი პირის ან რაღაცნაირად ლიდერობის პოზიციას, მას ეწყება ამაზე უკვე შეზღუდვა, ხშირად უარს ამბობენ ამაზე, ან უბრალოდ არ გამოსდის. ამიტომ არის ხოლმე რომ მაგალითად არის რომ გადასარევი ვიცე რაღაცა პოზიცია იყო და როდესაც გადადის ამ ვიცეობიდან უკვე პირველი პირის პოზიციაზე, თითქოს ადამიანი თავის უნარებს კარგავს და გეგონება გუშინ ახლა ესენი ვთქვათ არ იყო წარმატებული საკუთარ კარიერულ ზრდაში, ისეთ რაღაცა თვისებებს ავლენს ხოლმე. სინამდვილეში მეორესა და პირველ შორის დიდი განსხვავებაა და პირველი და უპირველესი ძირითადი განსხვავება ეს არის აი ეს, რომ ადამიანს შეუძლია რაღაცა ტიპის არასტანდარტული აზროვნება, რაღაცა ტიპის კრეატივზე წასვლა, რაღაცა ტიპის რისკებზე წასვლა, მაღალი დაკავშირება აქვს საზოგადოებასთან და ადამიანებთან, რომელთანაც მუშაობს ან აქვს შეხება და არის ესეთი ვთქვათ ღია პიროვნება, რომელსაც შეუძლია თავისუფლად წარდგეს ადამიანების წინაშე. მაშასე ეს იყო დამღა ნომერი 7, რომელსაც ერქვა ვერცხლის მედალოსანი და შეგახსენებთ, რომ სულ ჩვენ გვაქვს 12 დამღა და შემდეგ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ მერვე დამღაზე, არ იყო ახლობელი, რომელიც პირველ დამღასთან ერთად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ დამღად. მე გემშვიდობით ამით და გისურვებთ წარმატებას.